მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით და რა თქმა უნდა ეროვნული ვალუტის კურსით ლარი კვლავ გამყარდა დოლართან და ევროსთან მიმართებაში, მოკლედ ამ კუთხით სტაბილურობა შენარჩუნებულია გამყარების ტენდენციასთან ერთად და რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, ვიდრე ეკონომიკის და ბიზნესის სხვა სიახლეებს შემოგთავაზებდეთ, მანამდე მინდა ერთი ბიზნეს ინსაიდერისთვის და დაწუნებულად არა მხოლოდ ბიზნეს ინსაიდერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემოგთავაზოთ. ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს ლონდონის სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრი გახდა, ოფიციალური დადასტურება მიღებულია, თქვენ უკვე ამ დადასტურებას ხედავთ და ბიზნეს ინსაიდერის გუნდისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვილოცავ ბიზნეს ინსაიდერის გუნდის წევრებს, ლონდონის სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრობას, ბიზნეს ინსაიდერს მთლიანად და რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებს, ვინაიდან დიახ ეს არის ჩვენი პარტნიორების დამსახურება და ყველაზე უფრო მეტად მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენს ერთგულ მკითხველებს, ჩვენს ერთგულ მაყურებლებს, დიახ საბოლოო ჯამში ჩვენი მაყურებლების, ჩვენი მკითხველების, ჩვენი მომხმარებლების, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით და საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ის რომ დღეს ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს არის ლონდონის სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრი, უმსხვილესი ბრიტანეთის უმსხვილესი გაერთიანების და კონკრეტულად ლონდონის უმსხვილესი გაერთიანების წევრი და მინდა გაჩვენოთ კომპანიები, რომლებიც არიან წარმოდგენილები ლონდონის სავაჭრო სამრეწველო პალატაში როგორც მხარდამჭერები, ალბათ ხედავთ ის როლს HSBC, IHG, Gatwick, Westminsteris უნივერსიტეტი, ბრიტანეთის მუზეუმი, ლონდონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მოკლედ აი ამ სრულ სიას თქვენ აქ ხედავთ და ძალიან ბედნიერი ვარ რომ აი ამ სიის მოკრძალებული წევრი არის ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს ჯამში რამოდენიმე 1000 კომპანიაა წარმოდგენილი ლონდონის სავაჭრო სამრეწველო პალატაში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ ეს არის ლონდონში უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანება, ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, ლონდონში არის უმსხვილესი მთავარი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც აერთიანებს წამყვან ბიზნეს კომპანიებს. თქვენ ხედავთ ამ ნაწილს, ერთ ნაწილს, რომელიც აი ასე ვთქვათ, ერთ გრაფიკაზე დაეტია წამყვან კომპანიების ერთ ნაწილს ხედავთ, თუმცა კიდევ ერთხელ არის ასეულობით, ჯამში ათასობით კომპანია და იძლევა ფანტასტიკურ საშუალებას შემდგომი განვითარების. ჩვენ გვექნება საშუალება უფრო ფართოდ ვიყოთ წარმოდგენილები თავისთავად ცხადია ამ ბრიტანეთში, ამ შემთხვევაში ლონდონში ბიზნეს წრეებთან კონდეს კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა. მინდა აღვნიშნო რომ პალატის წევრობა საშუალებას გვაძლევს საჭიროების შემთხვევაში ვისარგებლოთ სამუშაო სივრცით ლონდონის ცენტრში. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია და ჩვენ ამას გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ბიზნესის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობის ჭრილში. მინდა აღვნიშნო რომ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებულად დინამიურად ვითარდება ძალიან ბევრი კუთხით. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ნახეთ სწორედ ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE-ში მოხვედრილი პირველი ქართული კომპანია Lion Finance Group-ი და ძალიან გვიხარია რომ კიდევ ერთხელ ბრიტანულ ქართულ ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩვენს წვლილს აუცილებლად შევიტანთ. გვაქვს უამრავი გეგმა ამ თვალსაზრისით, ძალიან ბევრი კონკრეტული იდეა, რომელიც ის არის პროექტის სახეს იღებს და უახლოეს პერიოდში ამ ყველაფერს შემოგთავაზებთ. უახლოეს პერიოდში გვექნება ვიზიტი, სამუშაო შეხვედრები სავაჭრო პალატის ფარგლებში და რა თქმა უნდა შედეგებს ჩვენ აუცილებლად ჩვენს მაყურებლებს გავაცნობთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს და რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებს. გადავინაცვლოთ ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარ სიახლეების ნაწილზე და სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მორიგი შეფასება ნახეთ ჩვენ დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Fitch-მა დატოვა BB დონეზე დაადასტურა სტაბილურობის პერსპექტივით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი Fitch-ის შეფასება და აქ არის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელსაც ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ და ხშირად ყურადღებას
ვაქცევთ ამ კუთხით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას თუ როგორ აფასებენ ეკონომიკურ ზრდას სარეიტინგო სააგენტოები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და 5.3%-დან ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა ფიჩის მიერ გაზრდილია 6.5%-მდე, ანუ 1.2%-ით არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ეკონომიკისადმი ასე ვთქვათ, მაღალი სანდოობის მინიჭებას, კონკრეტულად აი ასეთი უმნიშვნელოვანესი სარეიტინგო სააგენტოს მხრიდან და კიდევ ერთხელ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი აბსოლუტურად ყველა სარეიტინგო სააგენტო საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას ძირითადად შეაუმჯობესებს და ფიც აქვს კიდევ კონკრეტული შეფასებები ამ კუთხით, თუ შეიძლება შემდგომი დიაგრამა, სადაც ჩვენ შევხედავთ უკვე გარკვეულწილად მიზეზს, რასაც ერთის ყურა ასახელებს ვიჩი და ამ მიზეზის ეფექტიანობასაც განმარტავს, რომ საქართველოს ძლიერ ეკონომიკური ზრდა ხელს უწყობს საგადასახადო შემოსავლების ზრდას, ანუ ერთის ყურა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა არის საგადასახადო შემოსავლების ზრდის კარგი გაგებით მაპროვოცირებელი, მაგრამ მეორეს მხრივ მთავრობა ხარჯების ეფექტიან კონტროლს ახორციელებს, ანუ შეფასებულია როგორც შემოსავლის წყარო, ამ შემთხვევაში შემოსავლის წყაროს ზრდის შესაძლებლობა და ამავდროულად შეფასებულია ხარჯვის ეფექტიანობა, ვინაიდან ცხადია, მნიშვნელოვანია შემოსავლის ზრდა, მაგრამ გაცილებით რომ მნიშვნელოვანია მიცი რაციონალური განკარგვა, ანუ სწორი განკარგვა ხარჯების და ამავდროულად საუბარი ჩვენს მიერ უკვე ტრადიციად ქცეულ გადაცემის საწყის თემაზე ლარის კურსთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ ლარის კურსის გამყარების ფაქტორმა საქართველოს ეროვნულ ბანკს მისცა საშუალება რეზერვების დაგროვების ამ შემთხვევაში, ანუ უცხოური ვალუტის შესყიდვის, სხვაგვარად ვთქვათ, როგორც ამ შემთხვევაში არის აღნიშნული და ჩვენ ყოველთვის საუბრობთ ხოლმე სწორედ ლარის კურსის გამყარების ტენდენციაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ლარის კურსის გამყარებას ამ თვალსაზრისით და დიახ, ეს ცალსახად აღნიშნულია ამ შემთხვევაში ფიჩის შეფასებაში. ეს რაც შეეხებოდა ფიჩის შეფასებას და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, შეეხებოდა სწორედ ექსპორტის მაჩვენებლებს. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ უფრო მეტად ყურადღებას მივაქცევთ ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლების ნაწილს, რა თქმა უნდა, საერთო ექსპორტის წილში და შევხედავთ საქართველოსთან განხორციელებულ საერთო ექსპორტის მაჩვენებელს, ისევე როგორც ადგილობრივი ექსპორტის ნაწილს და საერთო ექსპორტის ნაწილში ჩვენ უკვე გვქონდა ცლად საუბარი და შესაბამისი მიმოხილვა ჩვენს წინა გადაცემებში და ახლა მინდა დავაკვირდეთ ექსპორტის მაჩვენებლების ნაწილს მთლიანობაში და მათ შორის ადგილობრივი ექსპორტის ნაწილს 63.6%-იანი ზრდით ფიქსირდება, რაც აი თუ შევხედავთ გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საკმაოდ სოლიდური მაჩვენებლით გამოიყურება. ზოგადად ექსპორტის მაჩვენებლებთან დაკავშირებით ცხადია ყოველთვის ჩვენ ვყოფთ ხოლმე ასე ვთქვათ ამ ნაწილს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და თანახმად ორ ნაწილად საერთო ექსპორტის ნაწილში და ადგილობრივი ექსპორტის ნაწილში და ადგილობრივი ექსპორტის ნაწილი კიდევ ერთხელ პირდაპირ აისახება სწორედ ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ადგილობრივი წარმოების მიერ საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანის შესაძლებლობაზე, ну არა მხოლოდ ბუნებრივი ამ შემთხვევაში საქონელების სხვა, როგორც სხვა საქონელი და მომსახურების ნაწილი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის მოადგილის ბატონი ვახტანგ ციცაძის შეფასება. იანვარ-აპრილის თვეში ადგილობრივი ექსპორტის დაახლოებით 74%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა $1.550 მილიონ აჭარბებს. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ექსპორტი ზრდა მეტყველებს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად ადგილობრივი წარმოება, რომელიც ქვეყანაში იქმნება და ქვეყანაში იწარმოება საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანია, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია და ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას ქვეყანაში. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა არაერთ ნაბიჯს დგავს, რომელიც მიმართულია ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე. რა თქმა უნდა, ყოველივე აღნიშნული ქვეყანაში ქმნის დამატებით ღირებულებას, ქვეყანაში იქმნება დამატებით სამუშაო ადგილები, რაც თავისთავად პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგზავნებთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას უფრო ეფექტიანი მექანიზმებით, რაც საბოლოო ჯამში მოგცემთ იმ შედეგს, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაა.
დიახ, რა თქმა უნდა, ამ ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის მაღალი დინამიკის შენარჩუნება და დარწმუნებულად შესაძლებელი იქნება გამოდანი კიდევ ერთხელ სწორედ დივერსიფიცირებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად და იმ თანამდებობრივი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების შედეგად, რომელიც დღეს ქვეყანაშია, რა თქმა უნდა, ამ კუთხით სხვადასხვა დარგების მიმართულებას და სხვადასხვა დარგების განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. კიდევ ერთხელ, როცა ჩვენ აღვნიშნავთ დივერსიფიცირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას, მათ შორის აღვნიშნავთ კლიანტში და პროდუქტის ფორმირების პროცესში სხვადასხვა სექტორების როლზე და ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებდით ჩვენს გადაცემებში და რა თქმა უნდა გავამახვილებთ ყურადღებას მათ შორის ICT სექტორზე, რომელიც განსაკუთრებულად მზარდია და განსაკუთრებულად უფრო გამორჩეულ პოზიციებს იკავებს ორივე მიმართულებით, ერთის მხრივ აქ საუბარია კლიანტში და პროდუქტის ფორმირების ჭრილში და მეორე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ექსპორტის ნაწილზე, დიახ, მომსახურების ექსპორტის ნაწილში, ამ კუთხით ICT-ის მიმართულებით, განსაკუთრებით IT სერვისების მიმართულებით საქართველოს სულ უფრო და უფრო მართლაც თამბეჭდავ შედეგებს აჩვენებს. ამ კუთხით საინტერესო სიახლეებთან დაკავშირებით ბატონ თორნიკე სულაბერძესთან გავაგრძელებთ საუბარს ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარესთან. ბატონ თორნიკე, მოგესალმებით. მადლობას გიხდით Business Insider-ში მობრძანებისათვის და რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე გვქონდა საშუალება ერთხელ გვესაუბრა Business Insider-ის ეთერში ასოციაციის შესახებ, თუმცა ამავდროულად ნახეთ ინფორმაცია გარკვეულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით რა იყო ის საჭიროებები, რამაც გიბიძგათ გარკვეული ცვლილებებისკენ, რამდენადაც მე წავიკითხე და ვნახე იყო ძალიან საჭირო ცვლილებები ამ ჭრილში და მთლიანობაში როგორ ვართ ამ კუთხით საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემა რომ შევაფასოთ. სწორედ აღნიშნეთ ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ამაზე და იმ რაღაც სამომავლო გეგმებზე, რომელსაც ასოციაციას ჰქონდა იმ მომენტში, მაშინაც ვისაუბრეთ იმაზე, რომ ICT როგორც სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორი არის, ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია, თუმცა ICTA ეს წინა ასოციაცია, რომელთაც ვიყავ ჩვენ ცნობილი, გარკვეულწილად მხოლოდ ფოკუსირებული იყო იმ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, საერთაშორისო კომპანიებზე, რომლებიც ახორციელებენ აუთსორსინგს სხვადასხვა ბაზრებზე და ჩვენ ხედავდით და იმის აუცილებლობას ვიაზრებდით, რომ ჩვენ არ უნდა ყოფილიყავით მხოლოდ ICT მიმართულებით ფოკუსირებული და ტექნოლოგიური ეკოსისტემა ბევრად უფრო ფართე არის და ამიტომ და უფრო მასშტაბური და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ განვითარდეს და ეს მხოლოდ სახელისწულება არ არის, ეს არის რეალური შინაარსობრივი ცვლილება ასოციაციის. დღეს ამ ასოციაციას ეწოდა ტექნოლოგიების ასოციაცია, რაც თავის ჭრილში მოიაზრებს იმას, რომ არა მხოლოდ ICT კომპანიებს გავაერთიანებთ, არამედ გავაერთიანებთ ფინტექ კომპანიებს, ციფრულ ბანკებს, გავაერთიანებთ ასევე ეგრეთ წოდებულ WASP-ებს, რომელიც არის ვირტუალური აქტივების პროვაიდერი კომპანიები, ასევე გავაერთიანებთ იმ კომპანიებს, რომელიც ტექნოლოგიურ განათლებაზე მუშაობს და ამის პროვაიდერები არიან და ამ ერთობლიობაში ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ ვიქნებით ის ხმა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას. კი ბატონო, მართლაც თუ ასე ვთქვათ, სწორად გვესმის და შემისწორეთ თუ არა ამ ჭრილში, ანუ უფრო ფართოა დღეს ასოციაციის მანდატი ამ შემთხვევაში, ვიდრე გარკვეულად სახელი გარკვეულწილად გზღუდავდა წინა სახელთან დაკავშირებით, ვინაიდან ცხადია ამ შემთხვევაში საერთო დაფარვა, მათ შორის ფინტექ, დიჯიტალ ბანკინგი, WASP-ები, აქ უკვე სხვა რეალობაზე გავდივართ. ამ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცვლეს ასე ვთქვათ გარკვეულწილად საქართველოში მათ შორის ამ დინამიკას ამ ჭრილში, ანუ უფრო მეტად ჩაერთვებიან თუ არა სხვა კომპანიების აქტიურად თქვენი დაკვირვებით. რა თქმა უნდა, ეს თვითონ კომპანიების გამოძახილიდან გამომდინარე მოხდა ამის გადაწყვეტილება და ასევე და იმ მხარეების მხრიდან, რომელთანაც ჩვენ ურთიერთობთ. აქამდე როგორც ეს ხდებოდა, იყო დაქსაქსული და ყველას ჰქონდა ეს რაღაცა ტექნოლოგიებში შიგნით კიდე რაღაცა შეზღუდვები ჰქონდათ ამ ასოციაციებს და ერთიანად არ ოპერირებდნენ. დღეს ჩვენი მიზანი არის, რომ გავაჟღეროთ ფუნდამენტური ინტერესები ტექნოლოგიურ სფეროში არსებულ და ოპერირებულ კომპანიებისა, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანად ბევრად უფრო
უკეთეს გარემოს შექმნით და ეს ეხება არა მხოლოდ თქვათ ასოციაციასა და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობას, არამედ ასოციაციას წევრ კომპანიებს შორისაც, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი ინტერესი არის, როდესაც როგორც თქვა ტექნოლოგიური კომპანიაა, ICT მიმართულებით, თქვა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, აქ ფინტექ კომპანია, იქ WASP-ები და შემდეგ, ანუ ის პლატფორმა შეიქმნება, რაც თვითონ შიგნითვე ასოციაციის წევრებისათვისაც იქნება საინტერესო, რომ განავითარონ თანამშრომლობები და პარტნიორები ერთმანეთში და არა მხოლოდ თქვა გარე კომუნიკაციაზე იყოს, რა თქმა უნდა, ესეც საკმაოდ დიდი კომპონენტია, თუმცა ამ ასოციაციის მთელი ასე ვთქვათ მნიშვნელობა არის ის, რომ ხელს შეუწყობს შიგნით წევრების განვითარებას. კი ბატონო, სხვა შორის აი ამ კუთხით საინტერესო ფრაზა იყო, რომ ფრაგმენტირებული ეკოსისტემიდან ერთიან ტექნოლოგიურ სისტემაზე გადასვლა. ანუ პრაქტიკაში ეს როგორ ზუსტად აი ეს ნაწილია. დიახ, აი ზუსტად ეს არის, რომ თუ აქამდე ჩვენ მხოლოდ ორიენტირებული ვიყავით, რომ პრობლემები გადაგვეჭრა ICT მიმართულებით და მხოლოდ თქვა ჩვენი ორიენტირი იყო, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის კომპანიებისათვის მოგვეგვარა პრობლემები. დღეს უკვე ჩვენი ორიენტირი და ფოკუსი არის ერთიანი ეკოსისტემის განვითარებაზე და არა რაღაცა ერთეული ქვეკომპონენტების გადაჭრაზე, იმიტომ რომ ესე სათითაო და ფრაგმენტირებულად ეკოსისტემა ვერ წავიდოდა წინ. კი ბატონო, და ნუ შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ახალი სახელით გამოვდივართ ამ კუთხით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვექნება ახალი მიზნებიც გარკვეულწილად, ნუ გასაგებია ამ ამოცანებიდან გამომდინარე, რაზეც საუბრობთ. ალბათ ჯამში მივიდართ იმ ნაბიჯისკენ, რომ როგორ შეიძლება მეტად შეუწყოთ ხელი საქართველოს ჩამოყალიბდეს რეგიონულ ხაბად. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პირველი ამოცანა. ეს ამოცანა იქამდეც იყო და ჩვენ ამას ვაჟღერებდით, თუმცა ჩვენ მივხვდით, რომ ესე მხოლოდ ICT მიმართულებით ამას ვერ მივაღწევდით და ამისათვის საჭირო იყო, რომ ამ იდეის ირგვლივ სხვა მიმართულებებიც განვითარებულიყვნენ და ეს იდეა არის, რაც ჩვენ გვამოძრავებს როგორც ასოციაციას, როგორც კომპანიებს და მე დარწმუნებული ვარ სხვა მოთამაშეებს, მათ შორის იქნება ეს აკადემიური წრეები, მათ შორის სამთავრობო წრეები, ანუ ეს არის ერთი მიზანი, რომელიც ყველა იმ მხარეს და მოთამაშეს, რომელიც არის ამ ტექნოლოგიების ირგვლივ გაერთიანებული, არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მიაღწიონ და სწორედ ჩვენი ასოციაცია იქნება ამის მამოძრავებელი ძალა. კი ბატონო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას წარმატებით შეძლებთ ამ წელში, ვინაიდან თქვენ როგორც კი დაიწყეთ საქმიანობა, მანამდე უკვე წინასახელით ავტომატურად გახდა ეს ტიპის ძნელობის ცენტრი თქვენი ასოციაცია. Ტრენობაში რომ ვილაპარაკოთ სექტორზე, მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტორი მუდმივად დინამიურია, რომ ყოველ შემდგომ გადაცემა შეგვიძლია რაღაცა ცვლილებები ამ კუთხით შეიძლება ხდებოდეს. რომ შევხედოთ ვითარებას კვლავ და შევაფასოთ უკვე აი ესეთ ერთიან ჭრილში, აი ერთიანი ხედვით, აი როგორია გლობალური ტენდენციები და სად ვართ ჩვენ ამისთვის, აი რა ნაბიჯები შეგვიძლია გადავდგოთ უფრო მეტად დაახლოებით. საკმაოდ აი ხა ეკონომიკის მიმოხილვა იყო ხო და ექსპორტზე საუბრობდით და იმ ზრდაში საკმაოდ დიდი არის ტექნოლოგიური სექტორის წილი და ეს წლიდან წლამდე არის მზარდი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა ტექნოლოგიების მიწოდების კუთხით საერთაშორისო ბაზარზე და ის რომ საქართველოს არის უკვე ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ეგ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ გაგვაჩინა პოტენციალი თუ სწორ გარემოს შექმნით და სწორ ეკოსისტემას, რომ ვიყოთ ერთ-ერთი მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბზე და ამისათვის საჭირო არის, რომ მოხდეს უფრო უკეთესი კოორდინაცია, რჩება მარტივად ჟღერდეს ახლა ეს რო აი კოორდინაცია არაფერი არა, თუმცა ის რომ დაქსაქსული იყო ეს და ერთიანი ხმა არ იყო და ერთიანად არ იყო პოზიციონირება საქართველოს როგორც ტექნოლოგიურ ხაბად, ეს ასე ვთქვათ ამ მიზნის მიღწევისთვის საკმაოდ დიდი დაბრკოლება იყო. ამიტომ მე მეჩვენა რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რამის გაკეთება, ჩვენ შეგვიძლია რომ საქართველოს გავხადოთ მოწინავე ტექნოლოგიების მიმწოდებელი ქვეყნად და ამისათვის ძალიან დიდი
ასე ვთქვათ, დიდი პოტენციალი გაგვაჩნია. ის რომ ჩვენ გავხდეთ და ამ მიზანს მივახციოთ, მნიშვნელოვანია რომ ერთი მესიჯით ერთიანად იმოქმედოს როგორც სახელმწიფო უწყებებმა და აქ მთავარია რომ ეროვნულ დონეზე მოხდეს ამის გააზრება, რომ ტექნოლოგიები არის საქართველოს პრიორიტეტული სექტორი, როგორც ეს მოხდა სხვა სექტორებზე, მაგალითად ტურიზმზე, ღვინოზე და ასე შემდეგ. ესეც უნდა მოხდეს ეროვნულ დონეზე ამის ასე ვთქვათ გააზრება და მე ამის სტრატეგიად ჩამოყალიბება, რაც ასევე კერძო სექტორის ამის გააზრება უნდა მოხდეს და ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითი არის, აი მაგალითად ისრაელის და ასე შემდეგ, როცა კი იყო კომპანიის ინტერესები და რა თქმა უნდა ყოველთვის არის ბიზნესში ინდივიდუალური ინტერესები, რომელიც ყველაზე წინ დგას, თუმცა იქ როდესაც გააზრება მოხდა, რომ თუ ქვეყანის პოპულარიზაცია მოხდება როგორც მთავარ ტექნოლოგიების მიწოდებლად, შენც იხეირებ ამით და ეს შენთვის კარგი არის და ამიტომ ამ იდეის ირგვლივ როცა ერთიანდება სახელმწიფო უწყება, ამ იდეის ირგვლივ ერთიანდება კერძო კომპანიები, ამ იდეის ირგვლივ ერთიანდებიან თქვა იგივე საგანმანათლებლო უწყებები, იმიტომ რომ ამ ერთობლივი ჯაჭვის გარეშე, ამ ყველა თქვა მოთამაშის გარეშე, ამ მიზნის მიღწევა იქნება შეუძლებელი. კი ბატონო, აი სხვა შორის აი ამ საერთო მიზნების გარეშე როცა გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, აი აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ამ კუთხით მართლაც აი ყოველას ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვიცი რომ არც აქამდე არ აკლებდით ამ ნაწილს, განსაკუთრებით მინდა გითხოთ ახალგაზრდათა თანამშრომლობის მიმართულებით, ანუ კვლავ გეგმავთ ამ კუთხით აქტივობს, ვინაიდან ეს ცნობიერების ნაწილი მაინც შეიძლება ითქვას რაღაც დროს, რომ კიდევ უფრო მეტად გასაზრდელია ამ თვალსაზრისით. კი, გეთანხმებით აბსოლუტურად გასაზრდელი არის და არა მხოლოდ ვთქვათ, იმიტომ რომ ძირითადი აქცენტი და ფოკუსი მაინც დიდ ქალაქებზე მოდის, ხო, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თუმცა ცნობიერება ასევე ასამაღლებია რეგიონებში და ჩვენ მე მოხარული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ გავფართოვდით ჩვენ შემოგვიერთდებიან ისეთი კომპანიები, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ ახალგაზრდებთან. იმის მიუხედავად ჩვენ კომპანიებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მუშაობს და შემდეგ ჩვენ ესე ყოველდღიური შეხება არ გქონდა, თუმცა ის საგანმანათლებლო კომპანიები, რომელიც ტექნოლოგიების მიმართულებით თქვა იგივე ტრეინინგ პროვაიდერები არიან და შემდეგ მათ ყოველდღიური შეხება აქვთ არა მარტო თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ახალგაზრდებთან და მათთან ერთად ერთობლივად შეგვიძლია რომ ამ სექტორის პოპულარიზაცია მოახდინო და ეს აქამდეც გაკეთდა ეს ძალიან მოხარულია უბრალოდ აქ იყო რომ ჩვენი ICT ასოციაცია როგორც პარტნიორი თანამშრომლობდა თქვა უნივერსიტეტებთან და ტრეინინგ პროვაიდერებთან, თუმცა აი ამ ერთგვარი პარტნიორობით ესეთი არა საწევროთი და ასე შემდეგ უბრალოდ ესეთი გარე პარტნიორობით საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელდა. და დღეს უკვე რომ ერთიან ასოციაციის ერთი ხოლგის ქვეშ იქნებიან ეს კომპანიები უფრო მეტ შეძლებენ და უფრო მეტ ახალგაზრდაზე ექნება ცდომა, უფრო მეტ ღონისძიებებს დაგეგმავენ და უფრო მეტ ტრეინინგებს და პროგრამებს შესთავაზებენ ამ ახალგაზრდებს. კი ბატონო, აი ახალგაზრდათა მუშაობად როცა ვსაუბრობ თქვა ამ ჭრილში ერთი არის ბუნებრივია შეთავაზების ნაწილი და ინტერესების ნაწილი. აი როგორ ხედავთ აი ახალგაზრდების მხრიდან დაინტერესების ტენდენციას, აი დინამიკას, რომელსაც თქვენი აი ამ საქმიანობის პერიოდში აკვირდებით თვითონობას? საკმაოდ მზარდი არის, ციფრებიც ამაზე მეტყველებს. დღეის მდგომარეობით თუ არ ვცდები ზოგადად ამ მიმართულებით 12,000-მდე ადამიანი სწავლობს, რაც საკმაოდ დიდი მონაცემი არის საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის მქონე ქვეყნისათვის და ეს ციფრები არის მზარდი. ეს ციფრები არის მზარდი და რატომ არის, ხო, ანუ ყველაფრის თავისი ახსნა აქვს. პირველი რომ ეს არის ამბობდით ხოლმე მომავლის პროფესია, მაგრამ უკვე არის დღესდღეობრივია, რაც იზიდავს ახალგაზრდებს. ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ უყურებენ და ხედავენ რომ ამ სექტორში საკმაოდ მაღალი არის ანაზღაურება და ასევე არა მხოლოდ ანაზღაურება, არამედ მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ადგილები. და კარგი ხარისხის სამუშაო ადგილები. კარგი ხარისხის როგორც ანუ ისეთი გარემო ამ კომპანიებში, სადაც ისინი არ გრძნობენ თავს, როგორც თქვა და რაღაცა
როგორც ბოროტი კორპორაცია მათ იყენებს, ხო? ანუ მათზე ზრუნავს კომპანია, მათ ყველანაირი ხელშეწყობა გააჩნიათ იმისათვის, რომ ნაყოფიერად და ეფექტიანად იმუშაონ და განვითარდნენ. რაც ყველაზე მთავარი, ანუ ამ ახალგაზრდებისთვის მთავარია, რომ მათ ხელშეწყობა ქონდეთ, რომ იმუშაონ საერთაშორისო პროექტებზე, განვითარდნენ, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მათ ყოველდღიურობაში აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო დონის კომპანიებთან, ხო? აი თქვენ გახდით ლონდონის სავაჭრო პალატის წევრი და იქ ლოგოები იყო რამოდენიმე გამორჩენილი კომპანიის. ეს კომპანიები მათ უმრავლესობას საქართველოდან ემსახურებიან და უკეთებენ აქედან ტექნოლოგიურ პროექტებს აწვდიან, ხო? ანუ ეს წარმოუდგენელი იყო სადღაც 10 წლის წინ, მაგრამ დღეს ამ რეალობაში ვცხოვრობ და ეს ახალგაზრდები ამას ხედავენ და სწორედ ამიტომ უფრო მეტი და მეტი ახალგაზრდა წყვეტს, რომ ტექნოლოგიურ სექტორს შეუერთდეს. კი ბატონო, თქვენ რას თქვით, მართლაც მომავალ პროფესიებზე აღარ არის ლაპარაკი, ახლა უკვე საჭიროა ეს და სხვა ჩურს ხშირად აღვნიშნოთ ხოლმე, რომ ჩურს სახელმწიფო წრიდან, ასე ვთქვათ, პარლამენტის წევრი ვაკო თურდავა აღნიშნავს ხოლმე, რომ თუ არ მეშლება 50,000-ის ფარგლებშია დასაქმებული და აი ერთი ამდენიც რომ იყოს შესაძლებელია კიდევ კი, ანუ სივრცე ამის საშუალებას უკვე იძლევა დღეს, ხო, შესაბამისად ახლავე საჭიროა ეს ნაწილი. აქ შემოდის ხოლმე შემდგომ ასეთ საკითხი, რომ გასაგებია, რომ სწრაფად ხა თქვენ სწორად აღნიშნეთ, ხა საქართველოს ზომის ქვეყნის მოსახლეობის კუთხით, ანუ პირობითად 12,000 ეს ციფრიც ბევრია და აი ამ სექტორში საუბარია ხოლმე ხშირად უცხოელების დასაქმების საჭიროებაზე. აი ამ კუთხით ეს და ხშირად ვსვავთ ხოლმე ამ კითხვას და აი ბოლო ტენდენციებიდან გამომდინარე, ანუ კონკურენციას ქმნის უფრო მეტად შემავსებელია ეს ვთქვათ საქართველოს მოქალაქეები. ხშირად ისმევა ეს კითხვა და ისმის ცოტა ესეთი ძელ პასუხს გაგცემთ გამოდიან იქიდან, რომ ამ პროცესის პირველივე დღიდან მონაწილე ვარ და ის რომ დღეს ჩვენ ამით ვამაყობთ, რომ ეს სექტორი ამხელა არის და ესე გაიზარდა და რამხელა თქვათ ძალას წარმოადგენს და რამხელა ინტერესს წარმოადგენს, ეს ასე არ იყო თქვათ 5 წლის წინ, 7 წლის წინ, ხო? როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ სექტორის განვითარება, ძალიან დიდი ეფექტი იქონია საერთაშორისო კომპანიების შემოსვლამ საქართველოში და მათთან ერთად მიგრანტების შემოსვლამ. გამოდიან იქიდან, რომ ეს კომპანიები რო შემოსულიყვნენ საქართველოში და მათთან ერთად უცხოური ძალა არ გადმოსულიყო, ისინი უბრალოდ ვერ იპოვიდნენ აქ შესაბამის კვალიფიკაციის მქონე კადრებს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, რომ ის უცხოელები, რომლებიც დღეს საქართველოში ამ სექტორში არიან დასაქმებულები, ბევრი მათგანი უკვე წავიდა, თუმცა ვინც დარჩა, ისინი სამუდამოდ არაპირებენ აქ დარჩენას და საბოლოო ჯამში ისინიც საქართველოდან წავიდნენ. თუმცა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის პერიოდი, სანამ ისინი აქ არიან, ის კომპანიები უკვე გადმოვიდნენ და მათ ისინი ახორციელებენ ნელ-ნელა ჩანაცვლებას. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, იმიტომ რომ გამომდინარე ჩვენი მუშახე რესურსისა, შეუძლებელი იყო, თქვათ, იგივე 52,000 ადამიანი ყოფილიყო ქართველი. იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობდა შესაბამისი კვალიფიკაციის ტალანტი. სწორედ ამიტომ ეს წლები რაც უფრო მეტი გადის, ჩვენი ადგილობრივი ტალანტი, თქვათ, კვალიფიკაციას იზრდის, იმიტომ რომ მუშაობს უკვე გამოცდილ კადრებთან ერთად და რაღაც ეტაპზე უკვე მთლიანად მოხდება ამ ადამიანების ჩანაცვლება. კონკურენცია საერთოდ არ არის და მეცაც გეტყვით, თუ უფრო მეტი დაუშვათ ადამიანი ჩაერთვება შრომით ბაზარზე ტექნოლოგიების კუთხით, საერთოდ აი როგორც თქვენ ახსენეთ 52,000, 100,000 თუ 150,000 პირიქით ნებისმიერი ზრდა
გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას და არა ის რომ ადგილობრივები თქვა მიიღებენ განათლებას და უმუშევრად დარჩებიან, ხო? ეს გამორიცხული არის, ამაზე მოთხოვნაც საკმაოდ დიდი არის. კომპანიებისგანაც ყოველთვის მესმის, რომ უნდათ რომ თქვა ეს უფრო მეტი ადამიანი დაასახონ, უბრალოდ ფიზიკურად რაოდენობრივად არ არიან. თუმცა ის რომ პროგრესი არის ამ მართლობით და მეტი ადამიანი ერთვება მომავლის ჭრილში, ხო, კომპანიებს უფრო უადვილდება თქვა პროგნოზირება და იციან რომ ამ მიმართულებით არის ინტერესი, ქართველები ყავთ უკვე დასაქმებულები და იციან რომ რამდენად ნიჭიერი ადამიანები არიან ამ მიმართულებით და მე ყოველთვის მაგალითს ვამბობ ხოლმე რომ ჩვენ ვერ გავხდებით მასიური ესე ვთქვათ, მიმწოდებლები ტალანტის მსოფლიოში, გამომდინარე რომ არ გვაქვს შესაბამისი რაოდენობა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ნიშური მიმწოდებლები ვიყოთ მაღალი ხარისხის ტალანტებისა ტექნოლოგიურ სფეროში. კი ბატონო და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ სწორედ აი ხა ამ ჭრილში მართლაც განსაკუთრებული თემაა რომ ჩვენ მართლაც ნიშური მიმწოდებლები ვიყოთ და სწორად აღნიშნეთ რომ ასევე გამოვიყენოთ ხა იმ უცხოელების გამოსვლები რომლებიც აქ არიან ეს ცოდნა მათ შორის საერთაშორისო კომპანიების და შეჯამების სახით თანამშრომლობის გაგრძელება იგივე ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ნაწილში რომ შევძლოთ კიდევ უფრო მეტი კომპანიის დაინტერესება აი ამ კუთხით როგორია გეგმები ასე რა თქმა უნდა ჩვენ ერთ-ერთი ასე თავარი მიზანი რატომაც გვინდოდა ასოციაციის გაფართოვება არის ის რომ გვინდა რომ უფრო ჩვენი ხმა ისმოდეს უფრო მაღალ დონეზე და ჩვენ გსურს რომ ვიყოთ ასოციაცია რომელზეც თუ ხელისუფლება ნებისმიერ რგოლი გადაწყვეტს რომ გარკვეული რეგულაციები ან ცვლილებები შემოიტანოს რომელზეც ზეგავლენას იქონიებს ტექნოლოგიურ სექტორზე ჩვენ ვიყოთ ის რგოლი რომელთანაც პირველი მოვლენ და იტყვენ რომ ჩვენ ამას ვაპირებთ და კონსულტაციები გაიარონ ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა რომ ჩვენ შეგვიძლია და გვაქვს იმის უნარი რომ ის ინტერესები რაც არის თქვათ სახელმწიფო ინტერესები ასევე კომპანიების ინტერესები მათ თანხვედრა მოხდეს და ის საკანონმდებლო ცვლილებები იქნება თუ სხვა იმგვარად იქნეს მიღებული რომ ეს იყოს მთლიანობაში ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის მისაღები და არ მოხდეს თქვა პირიქით ზიანის მიყენება ამ მიმართულებით. კი ბატონო, წარმატებები მინდა გისურვოთ უკვე აი ამ ტრანსფორმაციის ნაწილში. მე დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება იქნება შესაძლებელი და ასევე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ კუთხით დიალოგს და არაერთხელ მოგვიწევს ამ საკითხებზე საუბარი. წარმატებები თორემ კიდევ ერთხელ დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. სულ რამოდენიმე საათში ჩვენ დავიწყებთ რომის სახებაც უკვე შემდგომ გადაცემებში ვისაუბრებთ კიდევ ერთ წლის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ფორუმს ამჯერად საფინანსო თემატიკაზე, საფინანსო სისტემის, საქართველოს საფინანსო სისტემის გრადობაზე ვისაუბრებთ. თან იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კიდევ ერთხელ საქართველოს საფინანსო სისტემის გლობალურ წარმატებაზე, FTSE-ში მოხვედრილ Lion Finance ჯგუფზე, მთლიანობაში საფინანსო სისტემის განვითარების ტენდენციებზე და დღეს მართლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომიკური ფორუმი გვექნება, რომლის შესახებაც უკვე კიდევ ერთხელ ჩვენს შემდგომ გადაცემებში, უახლოეს გადაცემებში ჩვენ რა თქმა უნდა დეტალურად მოვიხილავთ. კიდევ ერთხელ დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები ტრადიციულად თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ გვერდზე Business Insider-ში. მე კი ხვალამდე დაგემშვიდობებით.